როდესაც პოლიციამ შევიდა კახი კავსაძის საძინებელში, ღამის მაგიდაზე იპოვეს ძველი ფოტოალბომი, რომელიც ღია იყო ერთ და იმავე გვერდზე, ფოტოზე ახალგაზრდა კახი იდგა მამასთან ერთად, ორივე იცინოდნენ. ალბომის გვერდზე ხელით ნაწერი იყო: „მამა, შენ არასოდეს არ გაგიშვი“. ეს ალბომი დახურული არ ყოფილა 30 წლის განმავლობაში, ასე ამბობდნენ ახლობლები, რომლებიც ყოველ საღამოს ხედავდნენ, როგორ უბრუნდებოდა კახი ამ გვერდს, როგორ ეხებოდა თითებით გაფითრებულ ფოტოს, როგორ ჩურჩულებდა რაღაცას, რასაც არავინ ესმოდა. მაგრამ რატომ ინახავდა ამ ალბომს როგორც წმინდა რელიქვიას? რა მოხდა იმ დღეს, როდესაც მამა წაართვეს? და რატომ ამბობდნენ ახლობლები, რომ კახის ღიმილი, ის ღიმილი, რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა, იყო არა სიხარულის, არამედ უსასრულოდ კივილის ნიღაბი? ჩვენ მოვიძიეთ ის ადამიანები, რომლებმაც იციან სიმართლე და დღეს პირველად ისინი ლაპარაკობენ. 1995 წელს, როდესაც კახი კავსაძე უკვე იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი, მისი სახლის კარზე დაკაკუნა უცნობმა კაცმა. იყო გვიან საღამო, ბელა, კახის ცოლი, რომელიც უკვე 2 წელი იყო ინვალიდისეთლში მიჯაჭვული, იჯდა დარბაზში და კითხულობდა. კახი თავად გახსნა კარი. უცნობი კაცი, რომელსაც ძველი სამხედრო ქურთუკი ეცვა, ჩუმად რაღაც უთხრა. მეზობლები, რომლებიც იმ საღამოს ეზოში იყვნენ, მოგვიანებით ამბობდნენ, კახის სახე ისე გაიფერა, თითქოს სული გამოუვიდა. მან შეიყვანა უცნობი, დახურა კარი და შემდეგ 2 საათის განმავლობაში სახლიდან არავინ გამოსულა. როდესაც სტუმარი გავიდა, კახი იჯდა იატაკზე, ზურგი კედელს მიუჯდა და ტიროდა, ისე ტიროდა, როგორც მანამდე არავის უნახავს. ბელა, რომელიც ვერ შეეძლო ეტლიდან ადგომა, ყვიროდა მისკენ: „კახი, რა მოხდა?“ რა გითხრა, მაგრამ კახი მხოლოდ კედელს აცემდა მუშტს და იმეორებდა: „მამა, მამა“. ვინ იყო ეს უცნობი? რა სიმართლე მოიტანა მან, რომელმაც კახის გული ისე გატეხა? და რატომ იმ საღამოს შემდეგ კახი აღარასოდეს ისაუბრა მამაზე საჯაროდ? კახი კავსაძე დაიბადა 1951 წელს, თბილისში, ოჯახში, სადაც სიყვარული და ხელოვნება ერთმანეთში იყო გადაჯაჭვული. მამა, ალექსანდრე კავსაძე, იყო ცნობილი თეატრალური რეჟისორი, კაცი, რომელსაც ქუჩაში ხალხი თავს უხრიდა. დედა, ნინო, მუშაობდა კონსერვატორიაში პედაგოგად. კახი იზრდებოდა კულუარებში, სადაც ყოველი კუთხეს უნავდა გრიმით და ძველი ვარდების ყვავილებით, სადაც მსახიობები რეპეტიციებს შორის აფუთებდნენ თმას პატარა ბიჭს და ასწავლიდნენ მონოლოგებს. მაგრამ 1929 წელს, როდესაც კახი მხოლოდ 8 წლის იყო, მოხდა ის, რაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ალექსანდრე კავსაძე დააპატიმრეს. ოფიციალური ბრალდება იყო, ანტისაბჭოთა აგიტაცია, მაგრამ ყველამ იცოდა, ეს იყო შურისძიება იმის გამო, რომ ალექსანდრემ უარი თქვა დადგმულიყო სპექტაკლი, რომელიც ადიდებდა სტალინს. მას წაიყვანეს ღამით და კახი მხოლოდ ის მოასწრო დაენახა, როგორ აბამდნენ მამას ხელბორკილებს. ბოლო, რაც ალექსანდრემ უთხრა შვილს, იყო: „კახი, იყავი ძლიერი. შენ ხარ კაცი ახლა“. 8 წლის ბიჭი, რომელიც ჯერ კიდევ თამაშობდა ხის ცხენებით, უნდა გამხდარიყო კაცი ერთ წამში. ალექსანდრე კავსაძე გაგზავნეს სიბირში, შრომით ბანაკში, სადაც ტემპერატურა ზამთარში 7 გრადუსამდე ეშვებოდა. ნინო, კახის დედა, ყოველთვის წერდა წერილებს, მაგრამ პასუხი არასოდეს მოსულა. კახი ზრდიდა თავის თავს, ის დადიოდა სკოლაში, ეხმარებოდა დედას და ღამით, როდესაც ფიქრობდა, რომ არავინ ხედავდა, იღებდა მამის ძველ ფოტოებს და ესაუბრებოდა მათ. „მამა, როდის დაბრუნდები? მე ვცდილობიყო ძლიერი, როგორც შენ მითხარი, მაგრამ ძალიან მიყვარხარ“. ეს წერილები, რომლებიც არასოდეს გაგზავნილა, ინახებოდა ძველ ყუთში და მხოლოდ 10 წლეულების შემდეგ, როდესაც კახი უკვე ცნობილი მსახიობი იყო, იპოვა ისინი ერთმა ჟურნალისტმა და გამოაქვეყნა. საზოგადოება შოკში იყო, როგორ შეეძლო ამ ბავშვს, რომელსაც ყველაფერი წაართვეს, გაზრდილიყო ისეთ თბილ, ღიმილიან ადამიანად. 1955 წელს, როდესაც კახი 14 წლის იყო, მოვიდა ტელეგრამა. ალექსანდრე კავსაძე გარდაიცვალა ბანაკში, გულის შეტევისგან, ასე წერდა ოფიციალური დოკუმენტი. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც იმ ბანაკში იყვნენ და გადარჩნენ, მოგვიანებით ამბობდნენ სხვა ისტორიას. ალექსანდრე არ მოკვდა გულის შეტევისგან, მას სცემეს, იმიტომ რომ უარი ეთქვა სხვა პატიმრის სახელი, რომელიც გეგმავდა გაქცევას. მას სცემეს ისე, რომ გაკინულ იატაკზე დატოვეს და იქ, მარტო, ცივში, ის დაასრულა თავისი ცხოვრება. ეს სიმართლე კახიმ გაიგო მხოლოდ 30 წლის შემდეგ, იმ საღამოს, როდესაც უცნობი კაცი მოვიდა მის სახლში. ეს კაცი იყო ყოფილი პატიმარი, რომელიც იმ ბანაკში იყო ალექსანდრესთან ერთად.
მან მოიტანა ალექსანდრეს ბოლო სიტყვები, რომლებიც კახისთვის იყო განკუთვნილი. უთხარი კახის, რომ მე ვიყავი ძლიერი ბოლომდე. უთხარი, რომ მე ვიცოდი, რომ ის გახდებოდა დიდი კაცი. და უთხარი, რომ მე ვნანობ, რომ ვერ ვნახე ეს. როდესაც კახიმ გაიგო ეს, რაღაც მასში გატყდა. ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცინოდა, რომელიც ყოველთვის იყო სხვებისთვის მხარდამჭერი, რომელიც თეატრში და კინოში ქმნიდა უკვდავ პერსონაჟებს, ეს ადამიანი ატარებდა ტკივილს, რომელსაც არავის უზიარებდა. მან იცოდა, რომ მამა არ მოკვდა მშვიდობიანად, არამედ ტანჯვაში, მარტო ყინულზე. და ეს ცოდნა, ეს საშინელი, დამთრგუნველი ცოდნა, ატარა თავის გულში ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წამს. როდესაც ის გამოდიოდა სცენაზე და აცინებდა ხალხს, როდესაც ის თამაშობდა დონ კიხოტს და ხალხი ტიროდა მისი თამაშისგან, ის ტიროდა არა პერსონაჟისთვის, არამედ მამისთვის, რომელსაც ვერასოდეს დაკრძალა ღირსეულად. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი ტკივილი. მეორე ტკივილი, რომელიც კახის ცხოვრებას განსაზღვრავდა, ელოდა მას სახლში, ბელა, ქალი, რომელსაც ის უყვარდა უსაზღვროდ და რომელიც 1975 წელს, ერთი ავტოკატასტროფის შემდეგ აღარასოდეს იარა. როდესაც ექიმებმა უთხრეს კახის, რომ ბელა დარჩებოდა ინვალიდისეთლში სამუდამოდ, კახიმ უპასუხა, მაშინ მე ვიქნები მისი ფეხები. და ის იყო. ყოველ დილას, ყოველ საღამოს, ყოველ ღამეს. მაგრამ რა ფასი გადაუხადა მან ამ ერთგულებისთვის? და რატომ, როდესაც ხალხი ხედავდა მათ ერთად ამბობდნენ, რა ბედნიერი წყვილი, არავინ ხედავდა იმ წრემლებს, რომლებსაც კახი ღამით ხურიდა, როდესაც ბელა იძინებდა. 1975 წლის ოქტომბრის მე-12 დღე იყო ის დღე, როდესაც კახი კავსაძის ცხოვრება გაიყო ორ ნაწილად, მანამდე და მერე. იმ დღეს კახი და ბელა მიდიოდნენ თბილისიდან ბათუმში, სადაც კახი უნდა გადაეღო ახალი ფილმი. ბელა, რომელიც იმ დროს 30 წლის იყო, იჯდა მგზავრის სავარძელზე და უყვებოდა კახის, თუ როგორ იგეგმებდა მათ სახლში ახალი ბაღის გაშენებას. კახი იცინოდა, ხელი ჰქონდა საჭეზე და ფიქრობდა, რომ ცხოვრება ბოლოს და ბოლოს იწყებდა კარგად გამოსვლას. მამის ტკივილი ჯერ კიდევ იყო მის გულში, მაგრამ ბელა იყო ის სინათლე, რომელიც აძლევდა მას ძალას გაეგრძელებინა. მაგრამ შემდეგ ერთ მოსახორზე, სადაც გზა იყო სველიცვი, მისგან მოხდა ის, რაც არავის უნდოდა. სატვირთო მანქანა, რომელიც მოდიოდა საპირისპირო მიმართულებით, დაკარგა კონტროლი და პირდაპირ შეეჯახა კახის მანქანას. დარტყმა იყო საშინელი, ხმა, რომელიც ისმოდა, ჰგავდა ჯოჯოხეთის ბღავილს. კახი, რომელსაც ქამარი ეკეთა, მიიღო მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები. მაგრამ ბელა, რომელსაც ქამარი არ ეკეთა, იმიტომ რომ ის ყოველთვის ამბობდა, რომ ქამარი აწუხებდა მას, გადაიტანა მთელი დარტყმის ძალა. მისი ზურგის ხერხემალი მოიტეხა ორ ადგილას. როდესაც სასტრაფო დახმარება მივიდა, კახი იჯდა გზის პირას, ბელას ეჭირა ხელი და ჩურჩულებდა, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ბელა, რომელიც ჯერ კიდევ ცნობიერებაში იყო, უყურებდა მას და ამბობდა, კახი, მე აღარ ვგრძნობ ფეხებს. მე აღარ ვგრძნობ ფეხებს. კახის სახეზე ის გამონათქვამი, რომელიც იმ მომენტში გამოჩნდა, აღწერა შეუძლებელია, ეს იყო შიში, სასოწარკვეთა, უძლურება, ყველაფერი ერთად. მან ეცადა ეთქვა რაღაც, მაგრამ სიტყვები არ გამოსულა. მხოლოდ ცრემლები. ბელას წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს 12 საათის განმავლობაში. კახი იჯდა დერეფანში, ხელები თავზე ჰქონდა და ლოცულობდა ღმერთს, რომელსაც არასოდეს ელოცა, ლოცულობდა ყველა წმინდას, რომლის სახელსაც იცოდა, ლოცულობდა თავის მამას, რომელიც უკვე არ იყო ამ სამყაროში. მამა, თუ შენ მესმის, გთხოვ, გადაარჩინე ბელა. გადაარჩინე ის და მე ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერს. როდესაც ოპერაცია დასრულდა, მთავარი ქირურგი, ექიმი გიორგი ჯავახიშვილი, გამოვიდა და უთხრა კახის სიმართლე. ბატონო კავსაძე, ჩვენ გადავარჩინეთ თქვენი ცოლის სიცოცხლე. მაგრამ მე უნდა გითხრათ, მისი ზურგის ხერხემალი დაზიანებულია ისე, რომ ის აღარასოდეს იარებს. ის დარჩება ინვალიდისეთლში სამუდამოდ. კახი მხოლოდ კივა, ისეთი კივილი, რომელიც არ ჰგავდა ადამიანურ ხმას. ის დაეცა იატაკზე და იწყო ხელებისცემა იატაკზე, ისე ძლიერად, რომ მისი მუშტები დაიწყო სისხლდენა. ექიმებმა ცადეს მისი დამშვიდება, მაგრამ კახი მხოლოდ იმეორებდა. ეს ჩემი ბრალია. ეს ჩემი ბრალია. მე ვატარებდი მანქანას. ეს ჩემი ბრალია. და მართლაც, იმ დღიდან კახი ატარებდა ამ ბრალს როგორც ჯვარს, ბრალს, რომელიც არასოდეს დატოვებდა მას, ბრალს, რომელიც ყოველ დილას ავიძებდა მას და ყოველ ღამეს აძინებდა. მაგრამ კახი არ გაიქცა. ის არ მიატოვა ბელა, როგორც ბევრმა კაცმა გააკეთა იმ დროს, როდესაც ცოლი ხდებოდა ტვირთი. პირიქით, კახი გახდა ბელას ყველაფერი.
ის ატარებდა მას ხელზე საძინებლიდან სამზარეულოში, სამზარეულოდან აბაზანაში, აბაზანიდან ეზოში. ის აბანდა მას, აცვამდა მას, აჭმევდა მას. ის კითხულობდა მისთვის წიგნებს, უყვებოდა მას ისტორიებს, აცინებდა მას, როდესაც ბელა ტიროდა იმის გამო, რომ თავს უსარგებლოდ გრძნობდა. შენ ხარ ჩემი ცხოვრება, ბელა, ამბობდა კახი. შენ ხარ ის მიზეზი, რის გამოც მე ვსუნთქავ. არასოდეს არ იფიქრო, რომ შენ ხარ ტვირთი. შენ ხარ ჩემი სიხარული. და ბელა, რომელიც ხედავდა მის თვალებში ამ უსაზღრო სიყვარულს, ცდილობდა ეჯერებინა, მაგრამ ღამით, როდესაც კახი ფიქრობდა, რომ ის იძინებდა, ის ისმენდა, როგორ დადიოდა კახი ეზოში და ტიროდა ისე, რომ მთელი სხეული უკანკალებდა. 1975 წლიდან 1985 წლამდე 20 წელი კახი კავსაძე იყო ორმაგ ცხოვრებაში. დღისით ის იყო ეროვნული კუმირი, მსახიობი, რომელსაც ხალხი ქუჩაში ამოიცნობდა და ეხვეწებოდა ავტოგრაფებს, რომელსაც თეატრში ტაშს უკრავდნენ 5 წუთის განმავლობაში, რომელსაც ფილმები, სადაც ის თამაშობდა, ხდებოდა ბლოკბასტერები. მაგრამ ღამით ის იყო მარტოხელა კაცი, რომელიც ატარებდა ცოლს ხელზე, რომელიც ცვლიდა მის საფენებს, რომელიც ამზადებდა მისთვის საჭმელს, რომელიც უსმენდა მის ტირილს, როდესაც ბელას ეტკინებოდა ის ცხოვრება, რომელიც მას წაართვეს. და კახი არასოდეს არ უჩივლა. არასოდეს არ უთხრა არავის, თუ რამდენად ძნელი იყო. არასოდეს არ უთხრა, რომ ზოგჯერ, როდესაც ის ატარებდა ბელას, მისი ზურგი ისე სდგიოდა, რომ ვერ იმართლებდა. არასოდეს არ უთხრა, რომ ზოგჯერ, როდესაც ის იჯდა ბელას გვერდით და უჭერდა ხელს, ის ფიქრობდა მამაზე და ფიქრობდა, მამა, შენ მითხარი იყო ძლიერი. მე ვცდილობ. მაგრამ რამდენ ხანს შემიძლია? მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რომ კახი იცოდა, ბელა იცოდა. ბელა იცოდა, რომ ის იყო ტვირთი, მიუხედავად იმისა, რომ კახი ყოველთვის ამბობდა საპირისპიროს. ბელა იცოდა, რომ კახი ტიროდა ღამით. ბელა იცოდა, რომ კახი იტანჯებოდა. და ეს ცოდნა კლავდა მას უფრო მეტად, ვიდრე თავად ინვალიდობა. ერთხელ 1975 წელს, როდესაც კახი შემოვიდა საძინებელში და იპოვა ბელა, რომელიც ტიროდა, მან ჰკითხა, ბელა, რატომ ტირი? და ბელამ უპასუხა, კახი, გთხოვ, მიმატოვე. გთხოვ, იპოვე სხვა ქალი, რომელიც შეძლებს იარებას, რომელიც შეძლებს შენთან ცეკვას, რომელიც არ იქნება ტვირთი. გთხოვ, მიმატოვე, რადგან მე ვკლავ შენს ცხოვრებას. კახი მხოლოდ ჩაიკრა თავი, მიუახლოვდა მას, ჩაიჯდა მის გვერდით, ჩაიკრა ხელები მის გარშემო და უთხრა, ბელა, შენ არ კლავ ჩემს ცხოვრებას. შენ ხარ ჩემი ცხოვრება. და მე არასოდეს არ მიგატოვებ. არასოდეს. მაგრამ რა ფასი გადაუხადა კახიმ ამ ერთგულებისთვის? რა დაკარგა მან იმ 20 წლის განმავლობაში, როდესაც ის იყო ბელას ხელები და ფეხები? და რატომ, როდესაც ბელა გარდაიცვალა 1985 წელს, კახი არ იტირა საჯაროდ? რატომ იდგა ის დაკრძალვაზე როგორც ქანდაკება, სახეუგრძნობელი, თვალები ცარიელი? და რატომ იმ დღის შემდეგ კახი აღარასოდეს ისაუბრა ბელაზე ინტერვიუებში? ადამიანები, რომლებიც იყვნენ მის ახლოს, ამბობდნენ, კახი დაკარგა ნახევარი თავისი სულისა იმ დღეს. მაგრამ სიმართლე იყო უფრო საშინელი, კახიმ დაკარგა არა ნახევარი, არამედ მთელი თავისი სული. იმიტომ რომ ბელა არ იყო მხოლოდ მისი ცოლი, ის იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც კახი ენდობოდა თავისი ტკივილით, ის ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც კახი შეეძლო ყოფილიყო თავისი თავი, ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც იცოდა, თუ რამდენად ღრმა იყო კახის ჭრილობები. და ახლა, როდესაც ბელა წავიდა, კახი დარჩა მარტო თავის ტკივილთან, მარტო თავის მამის მოგონებებთან, მარტო თავის ბრალდებასთან. მაგრამ ის კვლავ იცინოდა. ის კვლავ გამოდიოდა სცენაზე. ის კვლავ აცინებდა ხალხს. იმიტომ რომ ეს იყო ის, რაც მამამ ასწავლა მას, იყო ძლიერი, მიუხედავად ყველაფრისა. იყო ძლიერი, თუნდაც შენი გული ნამსხვრევებად იყოს. იყო ძლიერი, თუნდაც შენი სული იყოს გატეხილი. და კახი იყო ძლიერი, ისე ძლიერი, რომ არავინ ხედავდა, თუ როგორ იშლებოდა ის შიგნიდან. 1985 წლის დეკემბერში, 2 თვის შემდეგ ბელას გარდაცვალების შემდეგ, კახი კავსაძემ მიიღო შეთავაზება, რომელიც შეცვლიდა მის ცხოვრებას კიდევ ერთხელ, მას სთავაზობდნენ მთავარ როლს ახალ ფილმში დონ კიხოტი. ეს იყო ფილმი, რომელიც უნდა გამხდარიყო საქართველოს კინემატოგრაფიის შედევრი, ფილმი, რომელიც უნდა ეჩვენებინა მთელ მსოფლიოს საქართველოს ნიჭი. რეჟისორი რეზო ჩხეიძე, რომელიც იყო კახის ძველი მეგობარი, მივიდა კახის სახლში პირადად და უთხრა, კახი, შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ითამაშოს დონ კიხოტი. შენ ხარ ერთადერთი, ვინც იცის, რას ნიშნავს იბრძოლო ქარიშხლებთან, რომლებიც არ არსებობენ. შენ ხარ ერთადერთი, ვინც იცის, რას ნიშნავს იყო მარტო, მაგრამ არ დანებდე.
კახი მხოლოდ უყურა რეზოს და უთხრა: რეზო, მე არ ვიცი, შემიძლია თუ არა. მე არ ვიცი, შემიძლია თუ არა კიდევ ერთხელ ვიყო ძლიერი. მაგრამ რეზომ ჩაიკრა ხელი კახის მხარზე და უთხრა: კახი, შენ ყოველთვის იყავი ძლიერი. და ეს ფილმი იქნება შენი მემორიალი, მემორიალი ბელასთვის, მემორიალი შენი მამისთვის, მემორიალი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იბრძოდა და არ დანებდა. კახი მიიღო როლი. მაგრამ გადაღებები იყო ჯოჯოხეთი. არა იმიტომ, რომ ფილმი იყო რთული, არამედ იმიტომ, რომ ყოველი სცენა, ყოველი რეპლიკა, ყოველი მოძრაობა აგონებდა კახის მის საკუთარ ცხოვრებას. როდესაც დონ კიხოტი ლაპარაკობდა თავის დაკარგულ სიყვარულზე, კახი ფიქრობდა ბელაზე. როდესაც დონ კიხოტი იბრძოდა ქარიშხლებთან, კახი ფიქრობდა თავის მამაზე, რომელიც იბრძოდა სისტემასთან და წააგო. როდესაც დონ კიხოტი იჯდა მარტო დაღლილი და დამარცხებული, კახი ფიქრობდა თავის საკუთარ ცხოვრებაზე, რომელიც იყო უსასრულო ბრძოლა, უსასრულო ტკივილი, უსასრულო მარტოობა. და ყველაზე საშინელი სცენა იყო ის, სადაც დონ კიხოტი კვდება მარტო დაკარგული, მაგრამ კვლავ რწმენით, რომ მისი ბრძოლა არ იყო უაზრო. იმ სცენის გადაღების დღეს, 1986 წლის მარტში, მოხდა რაღაც, რაც არავინ მოელოდა. კახი იწვა საწოლზე, როგორც დონ კიხოტი და უნდა წარმოეთქვა ბოლო მონოლოგი, სადაც დონ კიხოტი ამბობს, რომ მისი ცხოვრება არ იყო უაზრო, რომ მისი სიყვარული იყო ნამდვილი, რომ მისი ბრძოლა იყო ღირებული. კახიმ დაიწყო მონოლოგი, მაგრამ შუაში, მისი ხმა გატყდა. ისცა და გაეგრძელებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ცრემლები დაიწყო დინება მის სახეზე, ცრემლები, რომლებიც არ იყო დონ კიხოტის ცრემლები, არამედ კახის ცრემლები. ცრემლები, რომლებიც იყო 30 წლის ტკივილის, 30 წლის მარტოობის, 30 წლის ბრძოლის ცრემლები. მთელი გუნდი იდგა გაშეშებული, არავინ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. რეზო ჩხეიძე, რომელიც იდგა კამერის უკან, ჩუმად უთხრა ოპერატორს: გააგრძელე გადაღება. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის ნამდვილი. და ოპერატორმა გააგრძელა. კამერა იღებდა კახის სახეს, რომელზეც იყო ყველა ტკივილი, ყველა ტანჯვა, ყველა სიყვარული, ყველა დანაკარგი. კახი ტიროდა ისე, როგორც არასოდეს უტიროდა საჯაროდ. ტიროდა ბელასთვის, რომელიც წავიდა. ტიროდა მამისთვის, რომელიც მოკვდა მარტო ყინულზე. ტიროდა თავისთვის, რომელიც ატარებდა ამ ტკივილს 30 წელი და არასოდეს უჩივლა. და როდესაც ის დაასრულა მონოლოგი, როდესაც ის წარმოთქვა ბოლო სიტყვები, მე ვიყავი ერთგული ბოლომდე, მთელი გუნდი იდგა ცრემლებში. არავინ ლაპარაკობდა. არავინ მოძრაობდა. ყველა იცოდა, რომ ახლახან ნახეს რაღაც, რაც იყო უფრო მეტი, ვიდრე კინო, ნახეს ადამიანის სულს, რომელიც გაიშიშვლა კამერის წინ. როდესაც გადაღება დასრულდა, კახი წამოდგა საწოლიდან, გაიღიმა ის ღიმილი, რომელიც ყველამ იცოდა და უთხრა გუნდს: ბოდიში, ცოტა ემოციურად გავხდი. მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ეს არ იყო ცოტა ემოციური. ეს იყო კახის გული, რომელიც გაიხსნა პირველად 30 წლის განმავლობაში. ეს იყო კახის სული, რომელიც ყვიროდა: მე ვტანჯები. მე მტკივა. მე ვარ ადამიანი, არა ქანდაკება. მაგრამ კახი არასოდეს არ ისაუბრა ამ სცენაზე. არასოდეს არ უთხრა ჟურნალისტებს, რომ ის ტიროდა არა დონ კიხოტისთვის, არამედ თავისთვის. არასოდეს არ უთხრა, რომ ის ტიროდა იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მას არასოდეს ჰქონია, ცხოვრებისთვის, სადაც მამა არ მოკვდებოდა ყინულზე, სადაც ბელა იარებდა, სადაც კახი შეეძლო ყოფილიყო უბრალოდ ბედნიერი. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელმაც იცოდა სიმართლე, ეს იყო რეზო ჩხეიძე. რეზომ, რომელიც იყო კახის ახლო მეგობარი 40 წლის განმავლობაში, მოგვიანებით 1999 წელს ერთ ინტერვიუში თქვა: კახი კავსაძე იყო ყველაზე ძლიერი ადამიანი, რომელიც მეოდესმე შემხვედრია. მაგრამ ის ძალა არ იყო ფიზიკური, ის იყო სულიერი. კახი ატარებდა ტკივილს, რომელიც დაამსხვრევდა ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაგრამ ის კვლავ იცინოდა, კვლავ აცინებდა სხვებს, კვლავ აძლევდა სიხარულს ხალხს. და ეს არის ნამდვილი გმირობა, არა იბრძოლო მტრებთან, არამედ იბრძოლო საკუთარ ტკივილთან და არ დანებდე. მაგრამ რა ფასი გადაუხადა კახიმ ამ გმირობისთვის? რა დაკარგა მან იმ წლების განმავლობაში, როდესაც ის იყო ყველასთვის ღიმილი, მაგრამ თავისთვის ცრემლები? და რატომ, როდესაც კახი გარდაიცვალა 2014 წელს, მთელმა საქართველომ იტირა, მაგრამ არავინ იცოდა, რომ კახი თავად ტიროდა ყოველ ღამეს 30 წლის განმავლობაში? რატომ არავინ არ იცოდა, რომ კახის ღიმილი იყო ნიღაბი, რომელიც მალავდა უსასრულო ტკივილს? და რატომ, როდესაც ჩვენ ვუყურებთ დონ კიხოტს და ვხედავთ იმ ცრემლებს კახის სახეზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მსახიობობა, მაშინ როდესაც სინამდვილეში ეს იყო კახის გული, რომელიც ტიროდა?
ამ კითხვებზე პასუხები მოდის შემდეგ თავებში, სადაც ჩვენ გავიგებთ, თუ რა მოხდა კახის ცხოვრებაში იმ ბოლო წლებში, როდესაც ის იყო უკვე ხანდაზმული, დაღლილი, მაგრამ კვლავ იბრძოდა. გავიგებთ, თუ ვინ იყო ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ დაეხმარათ მას, და ვინ იყო ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გამოეყენებინათ მისი სისუსტე. გავიგებთ, თუ რა იყო კახის ბოლო სიტყვები და რატომ, როდესაც ის გარდაიცვალა, მის ხელში იყო ის ფოტოს, სადაც ის იდგა მამასთან ერთად და ორივე იცინოდნენ. გავიგებთ, თუ რატომ კახის ცხოვრება იყო არა ტრაგედია, არამედ გმირობა, რომელიც არ იყო ხმაურიანი, არამედ ჩუმი, გმირობა, რომელიც არ იყო სცენაზე, არამედ სახლში, გმირობა, რომელიც არ იყო ხალხისთვის, არამედ ერთი ადამიანისთვის, ბელასთვის, რომელსაც კახი უყვარდა უსაზღვროდ და რომლისთვისაც ის გაიღო თავისი მთელი ცხოვრება. 1986 წლის აპრილში, 2 თვის შემდეგ იმ ლეგენდარული სცენის გადაღების შემდეგ დონ კიხოტში, კახი კავსაძის სახლში მოულოდნელად გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც არავინ ელოდა. ეს იყო ექიმი, რომელიც მუშაობდა იმ საავადმყოფოში, სადაც ბელას ოპერაცია გაუკეთეს 30 წლის წინ. ექიმი გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც ახლა უკვე იყო 70 წლის მოხუცი, შემოვიდა კახის სახლში და ხელში ეჭირა ძველი ყავისფერი კონვერტი, რომელზე იყო ნაწერი მხოლოდ ორი სიტყვა: კახისთვის. პირადი. კახიმ, რომელიც იმ დროს იჯდა ეზოში და უყურებდა იმ ბაღს, რომელსაც ბელა 30 წლის წინ გეგმავდა და რომელიც კახიმ თავად გაშენა მისი მოგონების საპატივცემულოდ, შეხედა ექიმს და ჰკითხა: გიორგი, რა მოგიყვანს ჩემთან ამდენი წლის შემდეგ? ექიმმა ჩუმად ჩაიდო კონვერტი კახის ხელში და უთხრა: ბატონო კავსაძე, ეს კონვერტი მომცა ბელამ იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ოპერაციას. მან მითხრა: ექიმო, თუ მე გადავრჩი, არასოდეს არ მისცეთ ეს კახის. მაგრამ თუ მე მოვკვდები, მიეცით მას მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ იფიქრებთ, რომ მას სჭირდება ეს. და მე ვფიქრობ, რომ ახლა არის ის დრო. კახის ხელები დაიწყო კანკალი, როდესაც ის ეხებოდა კონვერტს, რომელიც ინახებოდა 30 წელი, კონვერტს, რომელიც შეიცავდა ბელას ბოლო სიტყვებს, რომლებიც დაიწერა იმ დღეს, როდესაც ის ფიქრობდა, რომ შეიძლება არასოდეს გამოეღვიძებინა ოპერაციიდან. რა იყო ამ კონვერტში? რა უთხრა ბელამ კახის იმ ბოლო წერილში? და რატომ, როდესაც კახიმ გახსნა კონვერტი და წაიკითხა პირველი სტრიქონი, მისი სახე გაიფერა ისეთ, თითქოს სული გამოუვიდა. კახიმ ჩუმად უთხრა ექიმს: გიორგი, გთხოვ, დამტოვე მარტო. ექიმმა თავი დაუქნია და გავიდა, და კახი დარჩა მარტო ეზოში, ხელში ეჭირა ის წერილი, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. წერილი იყო დაწერილი ბელას ხელით, რომელიც კანკალებდა, იმიტომ რომ ის იწერდა მას იმ დილას, ოპერაციამდე, როდესაც ექიმები ამბობდნენ, რომ მას ჰქონდა მხოლოდ 50%-იანი შანსი გადარჩენისთვის. წერილი იწყებოდა ასე: ჩემო საყვარელო კახი, თუ შენ კითხულობ ამ სიტყვებს, ეს ნიშნავს, რომ მე აღარ ვარ შენთან. და მე მინდა, რომ შენ იცოდე რაღაც, რაც მე არასოდეს გითხარი, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ თუ გეტყოდი, შენ კიდევ უფრო იტანჯებოდი. კახი ის ავარია, რომელიც მოხდა 30 წლის წინ, ეს არ იყო შენი ბრალი. ეს იყო ჩემი ბრალი. კახიმ შეაჩერა კითხვა და შეხედა ამ სიტყვებს, თითქოს ის ვერ ჯეროდა თავის თვალებს. როგორ შეეძლო ეს ყოფილიყო ბელას ბრალი? როგორ შეეძლო ეს ყოფილიყო ვინმეს ბრალი, გარდა კახისა, რომელიც ატარებდა მანქანას? წერილი გრძელდებოდა: კახი, იმ დღეს, როდესაც ჩვენ მივდიოდით ბათუმში, მე გითხარი, რომ არ მინდოდა ქამრის ჩაკეთება, იმიტომ რომ ის მაწუხებდა. მაგრამ ეს არ იყო სიმართლე. სიმართლე იყო ის, რომ მე ვიცოდი რაღაც, რაც შენ არ იცოდი, მე ვიცოდი, რომ იმ დღეს, 2 კვირით ადრე, ექიმმა მითხრა, რომ მე ვიყავი ორსულად. მე ვიყავი ორსულად შენი შვილით, კახი. და მე ვიცოდი, რომ თუ მე ჩავიკეთებდი ქამარს, ის შეიძლება დაეზიანებინა ბავშვს. ამიტომ მე არ ჩავიკეთე ქამარი. ამიტომ, როდესაც მოხდა ავარია, მე მივიღე მთელი დარტყმის ძალა. ამიტომ მე დავკარგე ფეხები. და ამიტომ მე დავკარგე ჩვენი შვილი, იმ ავარიაში, მე დავკარგე არა მხოლოდ ფეხები, არამედ ჩვენი ბავშვი, რომელიც მოკვდა ჩემს მუცელში. კახის ხელებიდან ჩამოვარდა წერილი. ის იჯდა უძრავად, სახე უგრძნობელი, თვალები ცარიელი. ბელა იყო ორსულად. ბელა ატარებდა მის შვილს. და ის დაკარგა ეს შვილი იმ ავარიაში, რომელსაც კახი ადანაშაულებდა თავის თავს 30 წლის განმავლობაში. მაგრამ ბელამ არასოდეს არ უთხრა მას. ბელამ ატარა ეს საიდუმლო 30 წელი, ატარა ეს ტკივილი არა მხოლოდ დაკარგული ფეხებისთვის, არამედ დაკარგული შვილისთვის. კახიმ აიღო წერილი ხელში ისევ და გააგრძელა კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ მცრემლები ანელებდა მის ხედვას. კახი, მე არასოდეს არ გითხარი ეს, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ თუ გეტყოდი, შენ კიდევ უფრო იტანჯებოდი.
შენ უკვე ატარებდი იმდენ ტკივილს შენი მამისთვის, ტკივილს ჩემთვის. მე არ მინდოდა დამემატებინა კიდევ ერთი ტკივილი ჩვენი დაკარგული შვილისთვის. ამიტომ მე ვინახე ეს საიდუმლო. ამიტომ მე ვატარე ეს ტკივილი მარტო. მაგრამ ახლა, როდესაც მე აღარ ვარ, მე მინდა რომ შენ იცოდე სიმართლე. მე მინდა რომ შენ იცოდე რომ ის ავარია არ იყო შენი ბრალი. ეს იყო ჩემი არჩევანი, რომელიც მე გავაკეთე, იმიტომ რომ მე მინდოდა დამეცვა ჩვენი შვილი. და მიუხედავად იმისა, რომ მე დავკარგე ის, მიუხედავად იმისა, რომ მე დავკარგე ფეხები, მე არასოდეს არ ვინანე ამ არჩევანზე. იმიტომ რომ მე ვაკეთებდი ყველაფერს, რათა დამეცვა ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, თუნდაც ერთი წამით. წერილი მთავრდებოდა ასე: კახი, მე მინდა რომ შენი ცხოვრო. მე მინდა რომ შენი ხო ბედნიერი. მე მინდა რომ შენ აღარ ატარო ეს ბრალი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა შენი. მე მინდა რომ შენ იცოდე რომ ის 30 წელი, რომელიც ჩვენ გავატარეთ ერთად, ის 30 წელი, როდესაც შენ იყავი ჩემი ხელები და ფეხები, იყო ყველაზე ბედნიერი წლები ჩემი ცხოვრებისა. იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ შენ მიყვარდი. მე ვიცოდი რომ შენ არასოდეს არ მიმატოვებდი. მე ვიცოდი რომ შენ იყავი ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა ჩემთვის ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წამს. და ეს იყო საკმარისი. ეს იყო უფრო მეტი ვიდრე საკმარისი. ეს იყო ყველაფერი. მე გიყვარვარ, კახი. მე ყოველთვის გიყვარდი. და მე ყოველთვის გიყვარვარ, თუნდაც მე აღარ ვიყო ამ სამყაროში. შენი ბელა. კახიმ დაასრულა კითხვა და ჩუმად დაკეცა წერილი. ის იჯდა უძრავად და შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო ტირილი, რომელიც არ იყო ხმაურიანი, არამედ ჩუმი, ტირილი, რომელიც მოდიოდა სულის ყველაზე ღრმა კუთხიდან. ის ტიროდა ბელასთვის, რომელმაც ატარა ეს საიდუმლო 30 წელი. ის ტიროდა მათი დაკარგული შვილისთვის, რომელზეც მან არასოდეს არ იცოდა. ის ტიროდა თავისი თავისთვის, რომელიც ატარებდა ბრალს, რომელიც არასოდეს არ ყოფილა მისი. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რომ კახიმ ახლა გაიგო, ბელა არ იყო მხოლოდ მსხვერპლი ავარიისა. ბელა იყო დედა, რომელმაც შეეცადა დაეცვა თავისი შვილი და დაკარგა ყველაფერი ამ მცდელობაში. ბელა იყო ქალი, რომელმაც ატარა არა ერთი, არამედ 2 ტკივილი დაკარგული ფეხებისთვის და ტკივილი დაკარგული შვილისთვის. და ის ატარა ეს ტკივილი მარტო, იმიტომ რომ არ მინდოდა დაემატებინა კახისთვის კიდევ ერთი ტვირთი. როგორ შეეძლო ერთ ადამიანს ყოფილიყო ასე ძლიერი? როგორ შეეძლო ბელას ატარებულიყო ეს საიდუმლო 30 წელი და არასოდეს არ გაემჟღავნებინა? და რატომ, როდესაც კახი ფიქრობდა, რომ ის იყო ძლიერი, რომელიც ატარებდა ბელას, სინამდვილეში ბელა იყო ის, ვინც ატარებდა კახის, ატარებდა მის ბრალს, ატარებდა მის ტკივილს, ატარებდა მის სიყვარულს. 1997 წლის ზაფხულში, 1 წლის შემდეგ იმ წერილის წაკითხვის შემდეგ, კახი კავსაძე იჯდა თავის სახლის ეზოში და უყურებდა ძველ ფოტოალბომს, იმავე ალბომს, რომელიც ყოველთვის იყო ღია იმ გვერდზე, სადაც ის იდგა მამასთან ერთად. მაგრამ ახლა, პირველად 30 წლის განმავლობაში, კახიმ გადაატრიალა გვერდი. და იქ შემდეგ გვერდზე იყო ფოტო, რომელსაც ის არ უყურებდა ამდენი წლის განმავლობაში, ფოტო, სადაც ის იდგა ბელასთან ერთად, ორივე ახალგაზრდა, ორივე ბედნიერი, ორივე სავსე იმედებით. ეს ფოტო გადაღებული იყო 1964 წელს, 1 წლით ადრე ავარიამდე, 1 წლით ადრე იმ დღემდე, რომელიც შეცვალა ყველაფერი. კახიმ შეეხო ფოტოს თითებით, ისევე როგორც ის ეხებოდა მამის ფოტოს და ჩურჩულებდა: ბელა, მე ვიცოდი. მე ახლა ვიცი. და მე მინდა რომ შენ იცოდე, რომ მე არასოდეს არ დაგტოვებდი, თუნდაც მე მეცოდინა სიმართლე. იმიტომ რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრება. შენ იყავი ჩემი ყველაფერი. მაგრამ იმ დღეს, როდესაც კახი იჯდა ეზოში და ესაუბრებოდა ბელას ფოტოს, მოხდა რაღაც, რაც შეცვალა მის ცხოვრებას კიდევ ერთხელ. კარზე დააკაკუნა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც წარმოადგინა თავი როგორც ჟურნალისტი ახალი ტელევიზიის არხიდან. მან უთხრა კახის, რომ ის მუშაობდა დოკუმენტურ ფილმზე საქართველოს დიდი მსახიობების შესახებ და მინდოდა ჩაეწერა ინტერვიუ კახისთან. კახი, რომელიც ჩვეულებრივ თავს არიდებდა ინტერვიუებს, განსაკუთრებით ინტერვიუებს, სადაც საუბარი უნდა ყოფილიყო პირად ცხოვრებაზე, ამჯერად დათანხმდა. იმიტომ რომ რაღაც მას ეუბნებოდა, რომ ეს იყო დრო, როდესაც ის უნდა ელაპარაკა, დრო, როდესაც ის უნდა გაეზიარებინა თავისი ისტორია, დრო, როდესაც ის უნდა ეთქვა სიმართლე. ინტერვიუ ჩაიწერა კახის სახლის ეზოში, იმ ბაღში, რომელიც კახიმ გაშენა ბელას მოგონების საპატივცემულოდ. ჟურნალისტმა, ახალგაზრდა ქალმა სახელად თამარმა, დაიწყო კითხვებით კახის კარიერაზე, მის როლებზე, მის წარმატებებზე. მაგრამ შემდეგ, შუაში, მან ჰკითხა კითხვა, რომელიც შეცვალა ყველაფერს:
ბატონო კავსაძე, ყველა მიცის, რომ თქვენ იყავით ერთგული თქვენი ცოლის, ბელას, 30 წლის განმავლობაში, როდესაც ის იყო ინვალიდის ეტლში. მაგრამ არავინ არ იცის, რატომ? რატომ თქვენ არ მიგიტოვებიათ ის, როგორც ბევრმა კაცმა გააკეთა იმ დროს? რა იყო ის, რაც აძლევდა თქვენ ძალას? კახიმ შეხედა თამარს, შემდეგ შეხედა კამერას, შემდეგ შეხედა ბაღს, რომელიც აყვავებული იყო ვარდებით, ისევე როგორც ბელა ოცნებობდა. და შემდეგ, პირველად თავის ცხოვრებაში, კახიმ გადაწყვიტა ეთქვა სიმართლე, მთელი სიმართლე. თამარ დაიწყო კახიმ და მისი ხმა იყო ჩუმი, მაგრამ მტკიცე? მე არ ვიყავი გმირი. მე არ ვიყავი წმინდანი. მე ვიყავი უბრალოდ კაცი, რომელიც უყვარდა ქალი. მე უყვარდა ბელა იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია ერთ ადამიანს უყვარდეს მეორე. და როდესაც მოხდა ავარია, როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ ის აღარასოდეს იარებდა, მე არ ვიფიქრე, უნდა მივატოვო ის. მე ვიფიქრე, როგორ შემიძლია დავეხმარო მას. როგორ შემიძლია ვიყო მისთვის ის, რაც მას სჭირდება, და პასუხი იყო მარტივი, მე უნდა მყოფილიყო მისი ხელები და ფეხები. მე უნდა მყოფილიყო მისი ძალა, როდესაც მას არ ჰქონდა ძალა. მე უნდა მყოფილიყო მისი იმედი, როდესაც მას არ ჰქონდა იმედი. კახიმ შეაჩერა და გადაყლაპა ის კოკორი, რომელიც ყოველთვის ჩნდებოდა მის ყელში, როდესაც ის საუბრობდა ბელაზე. მაგრამ სიმართლე არის ის, გააგრძელა კახიმ და ახლა მისი ხმა იწყებდა კანკალებას, რომ ბელა იყო ის, ვინც მაძლევდა მე ძალას. ბელა იყო ის, ვინც მაძლევდა მე იმედს. ბელა იყო ის, ვინც მაძლევდა მე მიზეზს გამეგრძელებინა. იმიტომ რომ ყოველ დილას, როდესაც მე ვიღვიძებდი და ვხედავდი მას, როდესაც მე ვხედავდი მის ღიმილს, რომელიც იყო ნამდვილი, მიუხედავად ყველა ტკივილისა, მე ვიცოდი, რომ ცხოვრება ღირდა. მე ვიცოდი, რომ სიყვარული ღირდა. მე ვიცოდი, რომ ბრძოლა ღირდა. კახის თვალებში გამოჩნდა ცრემლები, რომლებიც ის აღარ ცდილობდა დაემალა. ხალხი ფიქრობს, რომ მე ვიყავი ძლიერი. მაგრამ სინამდვილეში ძლიერი იყო ბელა. ბელა, რომელმაც ატარა ტკივილი, რომელიც დაამსხვრევდა ნებისმიერ სხვა ადამიანს. ბელა, რომელმაც ატარა საიდუმლო, რომელიც კლავდა მას ყოველ დღე. ბელა, რომელმაც ატარა სიყვარული, რომელიც იყო უსაზღვრო. თამარმა, რომელიც ისმენდა ამ სიტყვებს, ვერ შეიკავა საკუთარი ცრემლები. მთელი გუნდი, რომელიც იყო იქ, ოპერატორი, ხმის ინჟინერი, რეჟისორი, ყველა იდგა ცრემლებში. იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ რაღაცას, რაც იყო უფრო მეტი ვიდრე ინტერვიუ, ისინი ხედავდნენ ადამიანის სულს, რომელიც გაიშიშვლებოდა კამერის წინ, ისინი ხედავდნენ სიყვარულს, რომელიც იყო ისეთი ძლიერი, რომ ის გადალახავდა სიკვდილს. კახიმ გააგრძელა, და ახლა, როდესაც ბელა აღარ არის, მე ვატარებ მის მოგონებას. მე ვატარებ მის სიყვარულს. მე ვატარებ მის ძალას. იმიტომ რომ ის არის ის, რაც აძლევს მე ძალას გავაგრძელო. ის არის ის, რაც აძლევს მე მიზეზს ვიღიმო, თუნდაც ჩემი გული იყოს გატეხილი. ის არის ის, რაც აძლევს მე იმედს, რომ ერთ დღეს, როდესაც მე წავალ ამ სამყაროდან, მე ვნახავ მას ისევ. და მე ვეტყვი მას, ბელა, მე ვიყავი ერთგული ბოლომდე. ისევე, როგორც შენ იყავი ერთგული ჩემთვის. ინტერვიუ დასრულდა, მაგრამ არავინ არ მოძრაობდა. ყველა იდგა უძრავად, ჩუმად, პატივისცემით იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ახლახან გააზიარა თავისი სულის ყველაზე ღრმა საიდუმლოება. თამარმა, რომელიც ჯერ კიდევ ტიროდა, მიუახლოვდა კახის და უთხრა, ბატონო კავსაძე, მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ გაგვიზიარეთ ეს. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ გვაჩვენეთ, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული. კახი მხოლოდ თავი დაუქნია და უთხრა, თამარ, მე არ ვაჩვენე არაფერი. მე მხოლოდ ვესაუბრე იმ ქალზე, რომელიც მასწავლა მე, რას ნიშნავს სიყვარული. იმ ქალზე, რომელიც იყო ჩემი მასწავლებელი, ჩემი მეგზური, ჩემი ყველაფერი. მაგრამ რაც კახიმ არ უთხრა თამარს, რაც ის არ უთხრა კამერას, რაც ის არ უთხრა არავის, იყო ის, რომ იმ ღამეს, როდესაც ინტერვიუ დასრულდა, როდესაც ყველა წავიდა, კახი დაბრუნდა ეზოში და იჯდა იქ, ბაღში, ვარდების შორის, და ესაუბრებოდა ბელას. ესაუბრებოდა მას ისე, როგორც ის ესაუბრებოდა მას ყოველ ღამეს 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ბელა გარდაიცვალა. ბელა, ამბობდა კახი ჩუმად, მე ვიცი, რომ შენ მესმის. მე ვიცი, რომ შენ ხარ სადღაც უყურებ მე. და მე მინდა, რომ შენ იცოდე, მე არასოდეს არ დაგივიწყე. მე არასოდეს არ გაგიშვი. მე ყოველთვის გიყვარდი. და მე ყოველთვის გიყვარ ვარ. სანამ ჩემი გული სცემს, სანამ ჩემი სული ცოცხალია, მე გიყვარ ვარ. და ბაღში, ვარდების შორის ქარი იბერებდა ისე ნაზად, თითქოს ეს იყო ბელას პასუხი, თითქოს ეს იყო ბელას ჩურჩული, მეც გიყვარ ვარ, კახი. მეც ყოველთვის გიყვარდი.
2001 წელს 16 წლის შემდეგ ბელას გარდაცვალების შემდეგ კახი კავსაძე იყო უკვე 60 წლის მოხუცი, რომელიც ატარებდა თავის ზურგზე არა მხოლოდ წლების ტვირთს, არამედ ცხოვრების ტვირთს, რომელიც იყო სავსე ტკივილით, დანაკარგით, მაგრამ ასევე სიყვარულით, რომელიც არასოდეს არ ქრებოდა. იმ წელს კახი მიიღო შეთავაზება, რომელიც იყო ერთდროულად პატივი და წყევლა. მას სთავაზობდნენ მთავარ როლს ახალ სპექტაკლში მეფე ლირი. ეს იყო როლი, რომელიც მოითხოვდა არა მხოლოდ მსახიობურ ოსტატობას, არამედ ემოციურ სიღრმეს, რომელიც მოდიოდა არა წიგნებიდან, არამედ ცხოვრებიდან, არა ფანტაზიიდან, არამედ ტკივილიდან. მეფე ლირი, კაცი, რომელმაც დაკარგა ყველაფერი, კაცი, რომელიც იყო ღალატის მსხვერპლი, კაცი, რომელიც იყო მარტო თავის სიბერეში, მაგრამ კვლავ ეძებდა სიმართლეს, კვლავ ეძებდა სიყვარულს, კვლავ ეძებდა მნიშვნელობას. კახი მიიღო როლი, მაგრამ რეპეტიციები იყო ტანჯვა. არა იმიტომ, რომ ტექსტი იყო რთული, არამედ იმიტომ, რომ ყოველი სიტყვა, რომელსაც მეფე ლირი ამბობდა, აგონებდა კახის მის საკუთარ ცხოვრებას. როდესაც მეფე ლირი ლაპარაკობდა თავის დაკარგულ ქალიშვილზე, კორდელიაზე, ქალიშვილზე, რომელიც იყო ერთადერთი, ვინც მართლა უყვარდა მას, კახი ფიქრობდა ბელაზე. როდესაც მეფე ლირი ყვიროდა ქარიშხალში, ყვიროდა ღმერთს, ყვიროდა სამყაროს, რომელმაც წაართვა ყველაფერი, კახი ფიქრობდა თავის მამაზე, რომელიც მოკვდა მარტო ყინულზე. როდესაც მეფე ლირი იჯდა მარტო გიჟივით დაკარგული, კახი ფიქრობდა თავის საკუთარ მარტოობაზე, რომელიც მას ატარებდა 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ბელა გარდაიცვალა. პრემიერა იყო 2001 წლის ოქტომბერში რუსთაველის თეატრში, სადაც კახი მითამაშა ასობით როლი, მაგრამ არც ერთი არ იყო ისეთი პირადი, როგორც ეს. სპექტაკლის ბოლო სცენა, სადაც მეფე ლირი ატარებს თავის მკვდარ ქალიშვილს ხელზე და ყვირის, რატომ ძალს, ცხენს, თაგვს აქვს სიცოცხლე და შენ არა? შენ აღარასოდეს არ დაბრუნდები, არასოდეს. იყო სცენა, რომელიც გატეხა კახის. როდესაც ის წარმოთქვამდა ამ სიტყვებს, როდესაც ის ატარებდა მსახიობს, რომელიც თამაშობდა კორდელიას, კახი აღარ თამაშობდა. ის იყო მეფე ლირი. ის იყო კაცი, რომელიც ატარებდა თავის დაკარგულ სიყვარულს. ის იყო კაცი, რომელიც ყვიროდა სამყაროს, რომელმაც წაართვა ყველაფერი. და როდესაც ის წარმოთქვამდა ბოლო, არასოდეს, წარმოთქვამდა მას ისე, რომ მთელი თეატრი კანკალებდა, კახის ხმა გატყდა. ის დაეცა იატაკზე, კვლავ ეჭირა მსახიობი ხელზე და ტიროდა ისე, როგორც მან ტიროდა დონ კიხოტში, ტიროდა ისე, როგორც მან ტიროდა იმ დღეს, როდესაც მან წაიკითხა ბელას წერილი. მაგრამ ამჯერად ეს იყო სხვა ტირილი, ეს იყო ტირილი, რომელიც მოდიოდა არა მხოლოდ ტკივილიდან, არამედ გათავისუფლებიდან. გათავისუფლებიდან იმ ტკივილისგან, რომელიც ის ატარებდა 6 ათეული წლის განმავლობაში. გათავისუფლებიდან იმ ბრალისგან, რომელიც არასოდეს არ ყოფილა მისი. გათავისუფლებიდან იმ მარტოობისგან, რომელიც კლავდა მას ყოველ დღე. როდესაც ფარდა ჩამოვიდა, მთელი თეატრი იდგა და უკრავდა ტაშს ისე, რომ კედლები კანკალებდა. მაგრამ კახი არ გამოვიდა თავის ადგილზე, ის კვლავ იჯდა იატაკზე, კვლავ ეჭირა მსახიობი ხელზე, კვლავ ტიროდა. რეჟისორმა გიორგი თოფურიძემ, რომელიც იყო კახის ძველი მეგობარი, მიუახლოვდა მას და ჩუმად უთხრა: კახი, ადექი. ხალხი გელოდება. მაგრამ კახი მხოლოდ თავი გააქნია და უთხრა: გიორგი, მე არ შემიძლია ადგომა. იმიტომ რომ თუ მე ავდგები, მე უნდა დავტოვო ის, უნდა დავტოვო ბელა, უნდა დავტოვო მამა, უნდა დავტოვო ყველა ის, ვინც მე დავკარგე. და მე არ მინდა მათი დატოვება. მე არასოდეს არ მინდა მათი დატოვება. გიორგიმ ჩაიკრა ხელი კახის მხარზე და უთხრა: კახი, შენ არ ტოვებ მათ. ისინი არიან შენში. ისინი ყოველთვის იქნებიან შენში. მამა, რომელმაც შენ ასწავლა იყო ძლიერი. ბელა, რომელმაც შენ ასწავლა რას ნიშნავს სიყვარული. ისინი არიან შენი ნაწილი. და როდესაც შენ ადგები, როდესაც შენ გამოხვალ იმ ფარდის უკან და მიაგებ პასუხს იმ ხალხს, რომელიც გიყვარს, შენ არ ტოვებ მათ. შენ ატარებ მათ თავთან ერთად. ყოველთვის. კახიმ შეხედა გიორგის, შემდეგ შეხედა მსახიობს, რომელიც კვლავ იწვა მის ხელებში, შემდეგ შეხედა ფარდას, რომლის უკან იყო ხალხი, რომელიც ელოდა მას. და ნელ-ნელა, ძალიან ნელა, კახიმ დაიწყო ადგომა. ადგომა, რომელიც იყო არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი. ადგომა, რომელიც ნიშნავდა, რომ ის მზად იყო გაეგრძელებინა, მზად იყო იბრძოლა, მზად იყო იცხოვრა არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მათთვის, ვინც მას უყვარდა და დაკარგა. როდესაც კახი გამოვიდა ფარდის უკან, მთელი თეატრი აფეთქდა ტაშით, ყვირილით, ცრემლებით.
ხალხი იდგა და უკრავდა ტაშს 10 წუთის განმავლობაში, 10 წუთის განმავლობაში, რომელიც ჰგავდა მარადისობას. და კახი იდგა სცენაზე, ხელი გულზე ჰქონდა და ტიროდა არა ტკივილისგან, არამედ მადლიერებისგან. მადლიერებისგან იმ ხალხის მიმართ, რომელიც უყვარდა მას. მადლიერებისგან იმ ცხოვრების მიმართ, რომელიც მიუხედავად ყველა ტკივილისა იყო ღირებული. მადლიერებისგან იმ სიყვარულის მიმართ, რომელიც არასოდეს არ კვდება, სიყვარულის, რომელიც გადალახავს სიკვდილს, გადალახავს დროს, გადალახავს ყველაფერს. მაგრამ რა მოხდა კახის ცხოვრებაში იმ წლების შემდეგ? როგორ გააგრძელა მან თავისი გზა? და რატომ, როდესაც ის გარდაიცვალა 2014 წელს, მთელმა საქართველომ იგრძნო, რომ დაკარგა არა მხოლოდ დიდი მსახიობი, არამედ დიდი ადამიანი, რომელმაც ასწავლა მთელ ერთს, რას ნიშნავს ერთგულება, რას ნიშნავს სიყვარული, რას ნიშნავს ძალა? 2004 წლის თებერვალში 3 წლის შემდეგ იმ ლეგენდარული მეფე ლირის პრემიერის შემდეგ კახი კავსაძის პირად ექიმმა ვახტანგ მესხიშვილმა დაარღვია ის წესი, რომელსაც ის იცავდა 30 წლის განმავლობაში, ის ესაუბრა ჟურნალისტს. ის ესაუბრა არა იმიტომ, რომ მას სურდა ფული ან ცნობადობა, არამედ იმიტომ, რომ მას სურდა ხალხმა იცოდეს სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ფასად უჯდებოდა კახის ის ღიმილი, რომელსაც მთელი საქართველო ხედავდა. ვახტანგმა თქვა: კახი კავსაძე მოდიოდა ჩემთან ყოველ კვირას, 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ბელა გარდაიცვალა. ის მოდიოდა არა იმიტომ, რომ ავად იყო, ის მოდიოდა იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები. მისი ზურგი, რომელიც ატარებდა ბელას 30 წლის განმავლობაში, იყო განადგურებული, ხერხემლის სამი მალა იყო გადაადგილებული, ნეკნები იყო დაზიანებული, ნერვები იყო მოჭიმული. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ის დგამდა, იყო ტანჯვა. მაგრამ ის არასოდეს არ უჩივლა. არასოდეს არ უთხრა არავის. ის უბრალოდ მოდიოდა ჩემთან, იღებდა ინექციებს, იღებდა აბებს და გამოდიოდა ღიმილით, იმ ღიმილით, რომელიც ყველას ატყუებდა. ექიმმა გააგრძელა: მე ვეუბნებოდი მას, კახი, შენ უნდა გააკეთო ოპერაცია. შენ უნდა შეაჩერო ეს. შენ კლავ თავს. მაგრამ ის მხოლოდ მიპასუხებდა: ვახტანგ, თუ მე გავაკეთებ ოპერაცია, მე ვიქნები საწოლში 6 თვე. 6 თვე, როდესაც მე ვერ ვიმუშავებ, ვერ ვიქნები სცენაზე, ვერ ვიქნები ხალხისთვის. და ეს 6 თვე იქნება 6 თვე, როდესაც მე ვიქნები მარტო ჩემს ფიქრებთან. და ეს მომკლავს უფრო სწრაფად, ვიდრე ტკივილი. რატომ არ უთხრა კახიმ არავის ამის შესახებ? რატომ ატარებდა ის ამ ფიზიკურ ტანჯვას როგორც კიდევ ერთ საიდუმლოებას? და რამდენი სხვა საიდუმლოება ატარებდა ის, რომელზეც ჩვენ არასოდეს არ გავიგებთ? ვახტანგ მესხიშვილმა გააგრძელა თავისი აღიარება, მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რომ კახის ტკივილი არ იყო მხოლოდ ფიზიკური. ის იყო ფსიქოლოგიური. ყოველ ვიზიტზე, როდესაც მე ვაკეთებდი მას ინექციას, ის მეკითხებოდა: ვახტანგ, შენ ხარ ექიმი. შენ იცი ადამიანის სხეული. მითხარი, როდესაც ადამიანი კვდება, მას ახსოვს ის ადამიანები, რომლებიც უყვარდა? მას ახსოვს მათი სახეები. მას ახსოვს მათი ხმები და მე ვეუბნებოდი მას: კახი, მეცნიერება ამბობს, რომ ტვინი რჩება აქტიური რამდენიმე წუთის განმავლობაში სიკვდილის შემდეგ. ამიტომ დიახ, შესაძლოა ადამიანს ახსოვდეს. და კახი მაშინ იღიმებოდა ისე, რომ მე ვიცოდი, რომ ის ფიქრობდა ბელაზე, ფიქრობდა მამაზე, ფიქრობდა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მას დაკარგა. ის ფიქრობდა იმ მომენტზე, როდესაც ის თავად წავიდოდა და ის იმედოვნებდა, რომ იმ ბოლო წუთებში, იმ ბოლო წამებში ის ნახავდა მათ ისევ. ექიმმა დაასრულა: კახი კავსაძე არ იყო მხოლოდ მსახიობი. ის იყო ადამიანი, რომელიც იცხოვრა სიყვარულისთვის. და ის მოკვდა სიყვარულისთვის. იმიტომ რომ ყველაფერი, რაც მან გააკეთა თავის ცხოვრებაში, ყოველი როლი, ყოველი ღიმილი, ყოველი ცრემლი, იყო სიყვარულის გამოხატულება. სიყვარულის იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მას აღარ ჰყავდა, მაგრამ რომლებიც ყოველთვის იყვნენ მის გულში. მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ იყო ერთადერთი, რასაც კახი მალავდა. 2005 წლის ზაფხულში, 1 წლის შემდეგ ექიმის ამ აღიარების შემდეგ, კახის ახლო მეგობარმა, რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ გამოაქვეყნა მოგონებები, რომლებშიც ის აღწერდა ერთ ღამეს, რომელიც შეცვალა მისი გაგება კახის შესახებ სამუდამოდ. ეს იყო 2003 წლის დეკემბერი, ღამე, როდესაც რეზო მივიდა კახის სახლში, იმიტომ რომ კახიმ დარეკა მას 3 საათზე დილით და უთხრა: რეზო, გთხოვ, მოდი. მე სჭირდება ვინმე. როდესაც რეზო მივიდა, ის იპოვა კახი, რომელიც იჯდა იატაკზე საძინებელში, გარშემო იყო გაფანტული ფოტოები მამისა, ფოტოები ბელას, ფოტოები იმ ცხოვრებისა, რომელიც აღარ არსებობდა.
კახი ტიროდა ისე, რომ მთელი სხეული უკანკალებდა. რეზომ ჩაიჯდა მის გვერდით და ჰკითხა: კახი, რა მოხდა? და კახი მუპასუხა: რეზო, მე ვეზიზღები. მე ვეზიზღები იმიტომ, რომ მე ვცხოვრობ, ხოლო ისინი არა. მე ვეზიზღები იმიტომ, რომ მე ვიღიმე, ხოლო ისინი აღარასოდეს არ იღიმებენ. მე ვეზიზღები იმიტომ, რომ მე ვარ აქ, ხოლო ისინი არა. რატომ? რატომ მე? რატომ არა ისინი? რეზომ დაწერა: იმ ღამეს მე ვნახე კახი კავსაძე, ნამდვილი კახი კავსაძე, არა ის კახი, რომელსაც ხალხი იცნობდა. მე ვნახე კაცი, რომელიც იყო გატეხილი, დამსხრეული და კარგული. მე ვნახე კაცი, რომელიც ატარებდა ბრალს არა მხოლოდ ბელას ავარიისთვის, არამედ ბრალს იმისთვის, რომ ის გადარჩა, ხოლო ისინი არა. ბრალს იმისთვის, რომ ის ჰქონდა ცხოვრება, ხოლო მათ არა. ბრალს იმისთვის, რომ ის იყო ბედნიერი ზოგჯერ, ხოლო ისინი არასოდეს აღარ იქნებოდნენ. რეზომ გააგრძელა: მე ვუთხარი მას: კახი, შენ არ ხარ დამნაშავე. შენ არ აირჩიე ეს. შენ არ აირჩიე გადარჩენა. მაგრამ კახი მხოლოდ თავი გააქნია და უთხრა: რეზო, ყოველ დილას, როდესაც მე ვიღვიძებ, პირველი, რაც მე ვფიქრობ, არის რატომ მე ვიღვიძე. რატომ მე მაქვს კიდევ ერთი დღე, ხოლო მათ არა. და ყოველ საღამოს, როდესაც მე ვიძინებ, ბოლო, რაც მე ვფიქრობ, არის იქნებ ხვალ მე არ გამოვიღვიძო. იქნებ ხვალ მე წავალ მათთან. და ეს იქნება კარგი. ეს იქნება სამართლიანი. რეზო ჩხეიძემ დაასრულა თავისი მოგონებები ამ სიტყვებით: იმ ღამის შემდეგ მე გავიგე, რატომ კახი კავსაძე იყო ისეთი დიდი მსახიობი. იმიტომ, რომ ის არ თამაშობდა. ის იცხოვრებდა. ყოველი პერსონაჟი, რომელსაც ის თამაშობდა, დონ კიხოტი, მეფე ლირი, ყველა სხვა იყო ნაწილი მისი საკუთარი სულისა. ნაწილი მისი საკუთარი ტკივილისა. ნაწილი მისი საკუთარი ბრძოლისა. და როდესაც ჩვენ ვუყურებდით მას სცენაზე, ჩვენ არ ვუყურებდით მსახიობს, ჩვენ ვუყურებდით ადამიანს, რომელიც გვიჩვენებდა თავის სულს, გვიჩვენებდა თავის გულს, გვიჩვენებდა თავის ყველაფერს. მაგრამ რატომ არ ეძებდა კახი დახმარებას? რატომ არ მიდიოდა ის ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან, ვინმესთან, ვინც შეეძლო დაეხმარა მას? და რატომ, როდესაც მისი მეგობრები ეუბნებოდნენ მას ამის შესახებ, ის მხოლოდ იღიმებოდა და ამბობდა: მე კარგად ვარ. მე ყოველთვის ვარ კარგად. 2006 წლის მარტში, 2 წლის შემდეგ იმ ღამის შემდეგ, როდესაც კახიმ დარეკა რეზოს 3 საათზე დილით, მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერს, მოხდა რაღაც, რაც აიძულა კახი კავსაძე გაეღო თავისი გული ისე, როგორც მან არასოდეს გააკეთა. ეს იყო დღე, როდესაც კახის სახლში მოვიდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც წარმოადგინა თავი როგორც ბელას შორეული ნათესავი, ქალი, რომელმაც თქვა, რომ მას ჰქონდა რაღაც, რაც ეკუთვნოდა ბელას და რაც ის მოიტანა კახისთვის. კახიმ, რომელიც იმ დროს უკვე იყო 65 წლის, შეხედა ამ ქალს, რომელიც ჰგავდა ბელას ახალგაზრდობაში, ჰგავდა მას ისე, რომ კახის გული გაჩერდა ერთ წამს და ჰკითხა: რა მოგაქვს? ქალმა, რომელიც თქვა, რომ მას ერქვა ნინო, ამოიღო ძველი ყუთი, რომელიც იყო ხის, გამოფიტული, დაფარული მტვრით. მან უთხრა კახის: ბატონო კავსაძე, ეს ყუთი იყო ბელას. ის ინახებოდა ჩემი ბებიის სახლში, ბებიის, რომელიც იყო ბელას დეიდა. ბებია გარდაიცვალა გასულ თვეს, და როდესაც ჩვენ ვალაგებდით მის ნივთებს, ჩვენ ვიპოვეთ ეს ყუთი. ყუთზე იყო ნაწერი კახისთვის. გახსენით მხოლოდ მაშინ, როდესაც ის იქნება მზად. ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ეს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა არის ის დრო. კახი მაიღო ყუთი ხელში, რომელიც კანკალებდა და ნელ-ნელა გახსნა მას. შიგნით იყო რამდენიმე ნივთი, ძველი დღიური, რომელიც იყო ბელას, კონვერტი, რომელზე იყო ნაწერი კახისთვის, წაიკითხე ბოლოს, და პატარა ყუთი, რომელშიც იყო რაღაც, რაც იყო გახვეული თეთრ ქსოვილში. კახიმ პირველად აიღო დღიური. ის გახსნა მას შემთხვევით გვერდზე, რომელიც იყო დათარიღებული 1985 წლის იანვრით, 2 თვით ადრე ბელას გარდაცვალებამდე. იქ იყო ნაწერი ბელას ხელით, რომელიც უკვე იყო სუსტი, კანკალებდა, მაგრამ კვლავ იყო ნათელი. ნაწერი იყო ასეთი: დღეს კახი მიმიტანა ბაღში, რომელიც მან გაშენა ჩემთვის. ის მატარებდა ხელზე, იმიტომ რომ ეტლი ვერ გადიოდა იმ ვიწრო ბილიკებზე. ის მატარებდა და მიჩვენებდა ყოველ ყვავილს, ყოველ ხეს, ყოველ ბუჩქს. ის მეუბნებოდა მათ სახელებს, მეუბნებოდა როდის დარგა ისინი, მეუბნებოდა რატომ აირჩია სწორედ ეს ყვავილები. და მე ვუსმენდი და ვიცოდი, რომ ეს ბაღი არ იყო მხოლოდ ბაღი. ეს იყო კახის სიყვარულის გამოხატულება. ეს იყო მისი გზა მეთქვა: მე გიყვარ ვარ. მე ყოველთვის გიყვარდი. მე ყოველთვის გიყვარ ვარ.
კახიმ გააგრძელა კითხვა, გადაატრიალა გვერდები, რომლებზე ბელა წერდა თავის ფიქრებს, თავის შეგრძნებებს, თავის სიყვარულს. ერთ გვერდზე, რომელიც იყო დათარიღებული 1995 წლის ნოემბრით, 3 თვით ადრე გარდაცვალებამდე, ბელამ დაწერა: დღეს მე ვუყურებდი კახის, როდესაც ის ფიქრობდა, რომ მე ვიძინებდი. ის იჯდა ფანჯრის წინ და უყურებდა ვარსკვლავებს. მისი სახე იყო ისეთი მშვიდი, ისეთი ლამაზი, მაგრამ ასევე ისეთი სევდიანი. მე მინდოდა მეკითხა: კახი, რაზე ფიქრობ, მაგრამ მე არ გავბედე. იმიტომ რომ მე ვიცოდი პასუხი. ის ფიქრობდა მამაზე. ის ფიქრობდა ჩემზე. ის ფიქრობდა იმ ცხოვრებაზე, რომელიც მას არასოდეს ჰქონია. და მე მინდოდა მეთქვა მისთვის: კახი, შენ მომეცი ცხოვრება, რომელიც იყო უფრო მეტი, ვიდრე მე ოდეს მევოცნებობდი. შენ მომეცი სიყვარული, რომელიც იყო უსაზღვრო. შენ მომეცი ყველაფერი. მაგრამ მე არ ვუთხარი. იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ თუ მე ვეტყოდი, ის იტირებდა. და მე არ მინდოდა მენახა ის ტირილში. მე მინდოდა მენახა ის ღიმილში, იმ ღიმილში, რომელიც იყო ჩემი მზე, ჩემი სინათლე, ჩემი ყველაფერი. კახის ცრემლები დაიწყო დინება დღიურის გვერდებზე, ცრემლები, რომლებსაც ის ვერ აკავებდა, ცრემლები, რომლებიც მოდიოდა სულის ყველაზე ღრმა კუთხიდან. ის კითხულობდა ბელას სიტყვებს, რომლებიც იყო სავსე სიყვარულით, სავსე მადლიერებით, სავსე ტკივილით. ის კითხულობდა და გაიგო, რომ ბელა იცოდა ყველაფერი. იცოდა მის ტკივილს, იცოდა მის ბრძოლას, იცოდა მის სიყვარულს. და ის ატარებდა ამ ცოდნას მარტო, იმიტომ რომ არ მინდოდა დაემატებინა კახისთვის კიდევ ერთი ტვირთი. როგორ შეეძლო ერთ ადამიანს ყოფილიყო ასე ძლიერი? როგორ შეეძლო ბელას ატარებულიყო ეს ყველაფერი და არასოდეს არ გაემჟღავნებინა? კახიმ დახურა დღიური და აიღო კონვერტი, რომელზე იყო ნაწერი კახისთვის, წაიკითხე ბოლოს. მაგრამ ის ვერ შეიკავა. ის გახსნა კონვერტი და იპოვა წერილი, რომელიც იყო დაწერილი ბელას ხელით, წერილი, რომელიც იყო მისი ბოლო სიტყვები კახისთვის. წერილი იწყებოდა ასე: ჩემო საყვარელო კახი, თუ შენ კითხულობ ამ სიტყვებს, ეს ნიშნავს, რომ მე უკვე წავედი. ეს ნიშნავს, რომ მე აღარ ვარ შენთან. და მე მინდა, რომ შენ იცოდე, მე წავედი მშვიდობიანად. მე წავედი ბედნიერად. იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ მე ვიყავი სიყვარულში. მე ვიცოდი, რომ მე მქონდა შენ. და ეს იყო საკმარისი. ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე საკმარისი. ეს იყო ყველაფერი. წერილი გრძელდებოდა: კახი, მე ვიცი, რომ შენ ატარებ ბრალს. ბრალს ავარიისთვის, ბრალს ჩემი ფეხებისთვის, ბრალს ჩვენი დაკარგული შვილისთვის. მაგრამ მე მინდა, რომ შენ იცოდე, ეს არ იყო შენი ბრალი. ეს იყო ჩემი არჩევანი. არჩევანი, რომელიც მე გავაკეთე სიყვარულით. არჩევანი, რომელიც მე გავაკეთე იმიტომ, რომ მე მინდოდა დამეცვა ჩვენი შვილი. და მიუხედავად იმისა, რომ მე დავკარგე ის, მიუხედავად იმისა, რომ მე დავკარგე ფეხები, მე არასოდეს არ ვინანე. იმიტომ რომ მე ვაკეთებდი ყველაფერს სიყვარულისთვის შენი, სიყვარულისთვის ჩვენი შვილის, სიყვარულისთვის იმ ოჯახისა, რომელიც ჩვენ უნდა გქონოდა. წერილი მთავრდებოდა ასე: კახი, მე მინდა, რომ შენი ცხოვრო. მე მინდა, რომ შენ იყო ბედნიერი. მე მინდა, რომ შენ იპოვო სიხარული, რომელიც არ არის დაკავშირებული ტკივილთან, სიხარული, რომელიც არის უბრალოდ სიხარული. მე მინდა, რომ შენ იცოდე, რომ მე ყოველთვის ვიქნები შენთან, ვიქნები შენ გულში, ვიქნები შენ მოგონებებში, ვიქნები იმ ბაღში, რომელიც შენ გაშენე ჩემთვის. მე ყოველთვის ვიქნები შენთან. და როდესაც შენ იღიმი, მე ვიღიმებ შენთან ერთად. როდესაც შენ ტირი, მე ვტირი შენთან ერთად. როდესაც შენ გიხარია, მე მიხარია შენთან ერთად. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ განცალკევებულები. ჩვენ ყოველთვის ვართ ერთად. ყოველთვის. მე გიყვარვარ, კახი. მე ყოველთვის გიყვარდი. მე ყოველთვის გიყვარვარ. შენი ბელა. კახიმ დაასრულა კითხვა და ჩუმად დაკეცა წერილი. ის იჯდა უძრავად და შემდეგ ნელ-ნელა აიღო ის პატარა ხუთი, რომელიც იყო გახვეული თეთრ ქსოვილში. ის გახსნა ქსოვილი და იპოვა რაღაც, რაც გააჩერა მის გულს, იპოვა პატარა ვერცხლის ბეჭედი, რომელზე იყო გამოკვეთილი ორი სახელი: კახი და ბელა. სამუდამოდ. ეს იყო ბეჭედი, რომელიც კახი მუყიდა ბელას მათი ქორწინების დღეს, ბეჭედი, რომელიც ბელა ატარებდა ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წამს. ბეჭედი, რომელიც იყო მათთან ავარიაში, რომელიც იყო მათთან საავადმყოფოში, რომელიც იყო მათთან 30 წლის განმავლობაში, როდესაც ბელა იყო ინვალიდის ეტლში. ბეჭედი, რომელიც იყო მათთან ბელას ბოლო დღემდე.
და ახლა ეს ბეჭედი იყო აქ, კახის ხელში, რომელიც კანკალებდა, ხელში, რომელიც ეხებოდა მას ისე ნაზად, თითქოს ის ეხებოდა ბელას თავად. კახიმ ჩაიცვა ბეჭედი თავის თითზე, რომელზეც ის ატარებდა თავის საკუთარ ქორწინების ბეჭედს. ახლა ორი ბეჭედი იყო მის ხელზე, ორი ბეჭედი, რომლებიც წარმოადგენდნენ ერთ სიყვარულს, ერთ ცხოვრებას, ერთ სულს. და კახი იცოდა, რომ ის არასოდეს არ მოიხსნიდა ამ ბეჭედს. არასოდეს. იმიტომ რომ ეს იყო ბელა, რომელიც ყოველთვის იყო მასთან, ყოველთვის იქნებოდა მასთან, სამუდამოდ. 2009 წლის აგვისტოში 3 წლის შემდეგ იმ დღის შემდეგ, როდესაც კახი მიიღო ბელას ბოლო წერილი და ბეჭედი, მოხდა რაღაც, რაც აიძულა მთელი საქართველო შეჩერებულიყო და ყურადღება მიექცია, მოხდა რაღაც, რაც აჩვენა, თუ რამდენად ღრმად იყო კახი კავსაძე საქართველოს გულში. ეს იყო დღე, როდესაც ერთმა ახალგაზრდა რეჟისორმა, გიორგი ოვაშვილმა გამოაცხადა, რომ ის გეგმავდა დოკუმენტური ფილმის გადაღებას კახი კავსაძის შესახებ, ფილმის, რომელიც უნდა ეჩვენებინა არა მხოლოდ მსახიობი, არამედ ადამიანი, არა მხოლოდ როლები, არამედ ცხოვრება, არა მხოლოდ ღიმილი, არამედ ტკივილი. გიორგიმ თქვა, მე მინდა გავაკეთო ფილმი, რომელიც იქნება პატივისცემა კახი კავსაძის მიმართ, პატივისცემა არა მხოლოდ მის ნიჭის მიმართ, არამედ მის ძალის მიმართ, მის სიყვარულის მიმართ, მის ადამიანურობის მიმართ. მაგრამ როდესაც გიორგიმ მიუახლოვდა კახის და სთხოვა მას მონაწილეობა ამ ფილმში, კახიმ უარი თქვა ისე მკაცრად, ისე კატეგორიულად, რომ გიორგი შოკში იყო. კახიმ უთხრა გიორგის, გიორგი, მე მადლობელი ვარ შენი ინტერესისთვის. მაგრამ მე არ მინდა ფილმი ჩემს შესახებ. მე არ მინდა, რომ ხალხმა იცოდეს ჩემი ცხოვრება. მე არ მინდა, რომ ხალხმა იცოდეს ჩემი ტკივილი. იმიტომ რომ ეს არის ჩემი და მათი, ვინც მე დავკარგე. და მე არ მინდა გავუზიარო ეს სხვებს. მე არ მინდა გავხადო ეს სპექტაკლი. მაგრამ გიორგი მარდანებდა. ის ბრუნდებოდა კახისთან კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, ყოველთვის იმავე თხოვნით, ბატონო კავსაძე, გთხოვთ, მიეცით საქართველოს შანსი გაიგოს თქვენი ისტორია. მიეცით ხალხს შანსი იცოდეს, თუ ვინ იყავით თქვენ ნამდვილად. და ბოლოს 2010 წლის იანვარში კახიმ დათანხმდა არა იმიტომ, რომ მას სურდა ცნობადობა, არამედ იმიტომ, რომ მას სურდა რაღაც სხვა. მას სურდა, რომ ხალხმა იცოდეს ბელას ისტორია ქალისა, რომელმაც ატარა ტკივილი მარტო, ისტორია ქალისა, რომელმაც ატარა სიყვარული უსაზღვროდ, ისტორია ქალისა, რომელიც იყო ნამდვილი გმირი. გადაღებები დაიწყო 2010 წლის თებერვალში და გაგრძელდა 6 თვის განმავლობაში. გიორგი ოვაშვილი და მისი გუნდი მიჰყვებოდნენ კახის ყველგან, თეატრში, სახლში, ბაღში, იმ ადგილებში, სადაც კახი და ბელა ატარებდნენ დროს. ისინი ესაუბრებოდნენ კახის მეგობრებს, კოლეგებს, ექიმებს, ყველას, ვინც იცნობდა მას. და ნელ-ნელა ფილმი იწყებდა ყალიბდებოდეს, ფილმი, რომელიც იყო არა მხოლოდ დოკუმენტური, არამედ ლექსი, არა მხოლოდ ისტორია, არამედ სიმღერა, არა მხოლოდ ფაქტები, არამედ გრძნობები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ფილმისა იყო ინტერვიუ კახისთან, ინტერვიუ, რომელიც ჩაიწერა 2010 წლის ივლისში, იმ ბაღში, რომელიც კახიმ გაშენა ბელას მოგონების საპატივცემულოდ. ინტერვიუში გიორგიმ ჰკითხა კახის კითხვა, რომელიც შეცვალა ყველაფერს, კითხვა, რომელიც აიძულა კახი ელაპარაკა ისე, როგორც მან არასოდეს ელაპარაკა. გიორგიმ ჰკითხა, ბატონო კავსაძე, თქვენ ატარებდით ბელას 30 წლის განმავლობაში. თქვენ იყავით მისი ხელები და ფეხები. თქვენ იყავით მისი ყველაფერი. მაგრამ მითხარით, რა იყო ის, რაც აძლევდა თქვენ ძალას? რა იყო ის, რაც აძლევდა თქვენ მიზეზს გაეგრძელებინათ და კახიმ, რომელიც იჯდა იმ ბაღში, გარშემორტყმული ვარდებით, რომლებიც აყვავებული იყვნენ, შეხედა კამერას და უთხრა რაღაც, რაც გააჩერა გიორგის გულს, გააჩერა მთელი გუნდის გულს, გააჩერა ყველას გულს, ვინც მოგვიანებით ნახა ეს ფილმი. კახიმ თქვა, გიორგი, მე არ ვატარებდი ბელას. ბელა ატარებდა მე. ხალხი ფიქრობს, რომ მე ვიყავი ძლიერი, იმიტომ რომ მე ვატარებდი მას ხელზე, იმიტომ რომ მე ვუვლიდი მას, იმიტომ რომ მე ვიყავი მასთან ყოველ დღე. მაგრამ სინამდვილეში ძლიერი იყო ბელა. ბელა, რომელმაც ატარა ტკივილი, რომელიც დაამსხვრევდა ნებისმიერ სხვა ადამიანს. ბელა, რომელმაც ატარა საიდუმლო, რომელიც კლავდა მას ყოველ დღე. ბელა, რომელმაც ატარა სიყვარული, რომელიც იყო უსაზღვრო. ბელა იყო ის, ვინც მაძლევდა მე ძალას. ბელა იყო ის, ვინც მაძლევდა მე მიზეზს. ბელა იყო ის, ვინც მაძლევდა მე ცხოვრებას. კახიმ შეაჩერა და გადაყლაპა ის კოკორი, რომელიც ყოველთვის ჩნდებოდა მის ყელში, როდესაც ის საუბრობდა ბელაზე. იმიტომ რომ ყოველ დილას, როდესაც მე ვიღვიძებდი და ვხედავდი მას, როდესაც მე ვხედავდი მის ღიმილს, რომელიც იყო ნამდვილი, მიუხედავად ყველა ტკივილისა, მე ვიცოდი, რომ ცხოვრება ღირდა.
მე ვიცოდი, რომ სიყვარული ღირდა. მე ვიცოდი, რომ ბრძოლა ღირდა. კახიმ გააგრძელა და ახლა მისი ხმა იწყებდა კანკალებას. ხალხი მეკითხება, როგორ შეძელით? როგორ შეძელით ატარებულიყო ეს ყველაფერი? როგორ შეძელით ყოფილიყავით ძლიერი? და მე ვპასუხობ, მე არ ვიყავი ძლიერი. მე ვიყავი სუსტი. მე ვიყავი გატეხილი. მე ვიყავი დაკარგული. მაგრამ მე ჰქონდა ბელა. და ბელა იყო ჩემი ძალა. ბელა იყო ჩემი სინათლე. ბელა იყო ჩემი ყველაფერი. და როდესაც ის წავიდა, როდესაც ის დამტოვა, მე დავკარგე ნახევარი ჩემი სულისა. მაგრამ მე არ დავკარგე ის, რაც მან მასწავლა, მე არ დავკარგე სიყვარული, არ დავკარგე ერთგულება, არ დავკარგე იმედი. იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ბელა იყო, ის იყო სიყვარული, ის იყო ერთგულება, ის იყო იმედი. და ახლა, როდესაც ის აღარ არის, მე ვატარებ მას ჩემში, ვატარებ მის სიყვარულს, ვატარებ მის ძალას, ვატარებ მის სულს. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ განცალკევებულები. ჩვენ ყოველთვის ვართ ერთად. ყოველთვის. კახის თვალებში გამოჩნდა ცრემლები, რომლებიც ის აღარ ცდილობდა დაემალა, ცრემლები, რომლებიც დინებოდნენ თავისუფლად, ცრემლები, რომლებიც იყვნენ არა სისუსტის, არამედ ძალის გამოხატულება. და მე მინდა, რომ ხალხმა იცოდეს, რომ სიყვარული არ კვდება. სიყვარული არ ქრება. სიყვარული არ ტოვებს. სიყვარული რჩება გულში, რჩება მოგონებებში, რჩება იმ ბაღში, რომელიც მე გავშენე ბელასთვის. სიყვარული რჩება სამუდამოდ. და ეს არის ის, რაც აძლევს მე ძალას გავაგრძელო, ძალას იცხოვრო, ძალას იღიმო, ძალას ვიყო აქ, მიუხედავად იმისა, რომ ბელა აღარ არის. იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ერთ დღეს, როდესაც მე წავალ, როდესაც ჩემი დრო მოვა, მე ვნახავ მას ისევ. მე ვნახავ ბელას. მე ვნახავ მამას. მე ვნახავ ყველას, ვინც მე დავკარგე. და მე ვეტყვი მათ, მე ვიყავი ერთგული ბოლომდე. ისევე, როგორც თქვენ იყავით ერთგულები ჩემთვის. ინტერვიუ დასრულდა, მაგრამ არავინ არ მოძრაობდა. მთელი გუნდი იდგა ცრემლებში, იდგა და უყურებდა კახის, რომელიც იჯდა იმ ბაღში, გარშემორტყმული ვარდებით, ხელზე ორი ბეჭედი, რომლებიც წარმოადგენდნენ ერთ სიყვარულს, ერთ ცხოვრებას, ერთ სულს. გიორგი ოვაშვილი, რომელიც იდგა კამერის უკან, ჩუმად ამბობდა თავისთვის, ეს არის ის. ეს არის ის, რაც მე ვეძებდი. ეს არის ის, რაც საქართველომ უნდა ნახოს. არა მსახიობი, არამედ ადამიანი. არა როლი, არამედ ცხოვრება. არა ღიმილი, არამედ სიყვარული, რომელიც არ კვდება, სიყვარული, რომელიც არ ქრება, სიყვარული, რომელიც რჩება სამუდამოდ. დოკუმენტური ფილმი კახი კავსაძე, სიყვარულის ფასი გამოვიდა 2011 წლის ნოემბერში და გახდა ფენომენი, რომელიც შეცვალა საქართველოს გაგება კახი კავსაძის შესახებ სამუდამოდ. ხალხი, რომელიც ფიქრობდა, რომ იცნობდა კახის, გაიგო, რომ ისინი არ იცნობდნენ მას საერთოდ. ისინი იცნობდნენ მსახიობს, მაგრამ არა ადამიანს. ისინი იცნობდნენ ღიმილს, მაგრამ არა ტკივილს. ისინი იცნობდნენ როლებს, მაგრამ არა ცხოვრებას. და ახლა, პირველად ისინი ხედავდნენ ნამდვილ კახი კავსაძეს, რომელიც იყო არა მხოლოდ დიდი მსახიობი, არამედ დიდი ადამიანი, არა მხოლოდ ნიჭიერი არტისტი, არამედ ერთგული მეუღლე, არა მხოლოდ ეროვნული კუმირი, არამედ ადამიანი, რომელმაც ასწავლა მთელ ერს, რას ნიშნავს სიყვარული, რომელიც არ კვდება, სიყვარული, რომელიც არ ქრება, სიყვარული, რომელიც რჩება სამუდამოდ. მაგრამ რა მოხდა კახის ცხოვრებაში იმ წლების შემდეგ? როგორ გააგრძელა მან თავისი გზა? და რატომ, როდესაც ის გარდაიცვალა 2014 წელს, მთელმა საქართველომ იგრძნო, რომ დაკარგა არა მხოლოდ დიდი მსახიობი, არამედ დიდი ადამიანი, რომელმაც ატარა ტკივილი, რომელიც დაამსხვრევდა ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაგრამ კვლავ იღიმებოდა, კვლავ აცინებდა სხვებს, კვლავ აძლევდა სიხარულს ხალხს. რა იყო კახის ბოლო სიტყვები? და რატომ, როდესაც ის გარდაიცვალა, მის ხელში იყო ის ფოტო, სადაც ის იდგა მამასთან ერთად და ორივე იცინოდნენ, და გვერდით იყო ბელას ფოტო და ორივე ფოტო იყო ერთმანეთთან მიბმული თეთრი ლენტით, თითქოს კახი აკავშირებდა მათ სამუდამოდ. მეგობრებო, როგორ თქვენ უყურებთ კახი კავსაძეს? იყო თუ არა ის მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელმაც გატეხა მისი ცხოვრება, თუ იყო ის გმირი, რომელმაც აირჩია სიყვარული შურისძიების ნაცვლად? იყო თუ არა მისი ცხოვრება ტრაგედია, თუ იყო ის გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ადამიანს შეუძლია გადალახოს ნებისმიერი ტკივილი, თუ მას აქვს სიყვარული? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ახსოვთ თუ არა მას თქვენს ქალაქში, ახსოვთ თუ არა მისი ღიმილი, ახსოვთ თუ არა მისი სიყვარული.
დააჭირეთ ლაიქს სიმართლისთვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც შეცვალეს საქართველო, შეცვალეს არა ძალადობით, არამედ სიყვარულით, არა ბოროტებით, არამედ სიკეთით, არა სიბნელით, არამედ სინათლით.